თუ შეგვიძლია პლანეტა დედამიწას აქაური სიცოცხლის სამშობლო ვუწოდოთ. პალეონტოლოგი სანკარ ჩატერჯი ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან თვლის, რომ სიცოცხლის ჩანასახები ციდან ჩამოცვივდა და შემდეგ აქ პირველ ყოფილი ქვესკნელის ყელში გაიზარდა. 4 მილიარდი წლის წინ ასტეროიდებითა და კომეტებით დედამიწის ზედაპირის მუდმივი ბომბარდირების ხარჯზე, პლანეტის ფორმირების ეპოქაში, შეჯახების შედეგად გაჩენილი დიდი კრატერები არა მარტო წყალსა და სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო ქიმიურ ელემენტებს შეიცავდა, არამედ ტიგელის როლშიც გამოდიოდა, რომლებშიც ეს ნივთიერებები კონცენტრირდებოდა და უმარტივესი ორგანიზმების შექმნისთვის ემზადებოდა. ჩატერჯი პირველ რიგში დინოზავრებისა და პტეროზავრების სპეციალისტად არის ცნობილი. თუმცა, როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად მას ქიმიური ევოლუციის თეორიის სინთეზი და ანალიზი უფრო აინტერესებს, რომელიც ადრეული დედამიწის გეოლოგიურ პროცესებს გვიხსნის. ეს მეცნიერების გრალია, რომლისკენაც ყველა ჩვენ მივისწრაფით, ამბობს ჩატერჯი. უძველესი არსებების ნარჩენთა ძებნისას ინდოეთის ოკეანის ფსკერზე კრატერი შიბა აღმოვაჩინეთ, ქალაქ მუმბაიდან სამხრეთით. თუ ამ სტრუქტურას ნამდვილად დარტყმითი წარმომავლობა აქვს, მაშინ იგი 40 კილომეტრიანმა ასტეროიდმა წარმოქმნა. რაც ყველაზე საინტერესოა, ისიც ცნობილი ჩიქსულების კრატერის, ანუ დინოზავრების დამღუპველი ასტეროიდის შედეგად გაჩენილი კრატერის ეპოქაშივე გაჩნდა. შემთხვევითია თუ არა, ამ ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კონცეფციის მთავარი გმირები ისევ მეტეორიტები არიან, რადგან ჩემი აზრით ციური სტუმრები სიცოცხლეს არა მარტო ართმევენ, არამედ ჩუქნიან კიდეც. სამი ადგილის შესწავლის მერე, რომლებშიც ყველაზე ძველი გაქვავებული ნარჩენებია ნაპოვნი. დავასკვენი, რომ სწორედ მეტეორიტებმა და კომეტებმა შემოიტანეს დედამიწაზე ყველა აუცილებელი ინგრედიენტი და სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო გარემოს შექმნეს. ზოგადად, პირველი ერთუჯრედიანი ორგანიზმები ჰიდროთერმულ ადგილებში გაჩნდა. ოთხი მილიარდი წლის წინ ჯერ კიდევ ახლად ფორმირებული დედამიწა სტერილური და სიცოცხლისათვის უვარგისი იყო. ის მდუღარე ქვაბს წარმოადგენდა, იფრქვეოდა ვულკანები, მოდიოდა მეტეორიტული წვიმები. ზედაპირი ცხელი და მომწამლავი გაზებით იყო მოსული. მილიარდი წლის მერე ეს უკვე უშფოთველი, წყლით დაფარული პლანეტა იყო, ყველა ორგანიზმების წინაპარი მიკრობებით სავსე. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.